Lebისთვის სასტიკი ანგარიშწორების ახალი დეტალები ხდება ცნობილი, როგორც ირკვევა, თავდაპირველად მერის მოადგილესა და საკრებულოს თავმჯდომარეს შორის სიტყვერი დაპირისპირება რესტორან კუდიგორასთან დაიწყო და ამის შემდეგ უკვე ხელჩართული ჩხუბი სწორედ ყვარლის ცენტრში ციხესიმაგრესთან მოხდა. ეს ადგილი სავსეა სამეთვალყურეო კამერებით და ამავდროულად აქვე ძალიან ახლოს არის ლევან გელაძის საცხოვრებელი სახლი, სადაც დამონტაჟებულია არაერთი სამეთვალყურეო კამერა და სწორედ ამ კამერებს კარგად უნდა დაეფიქსირებინათ სასტიკი ანგარიშწორების დეტალები. პირველების ინფორმაციით ლევან გელაძეს ცხვირი ქვით აქვს გატეხილი, ასევე სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება სახის არეში, ასევე მძიმეა გივი ზაუტაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. მას ჩვენი ინფორმაციით კბილები აქვს დამტვრეული ყვარელში. სიტყვერი დაპირისპირება მხარეებს შორის რესტორანთან დაიწყო, ამის შემდეგ კი უკვე მერის მოადგილეს საცხოვრებელ სახლთან მოუწყეს ჩასაფრება და სწორედ აქ იყო უკვე სასტიკი ანგარიშწორება. დილიდან ჩვენ ვეძებთ დაპირისპირებულ მხარეებს, თუმცა ორივე ამ დრომდე არის გაუჩინარებულები არიან ორივენი. ადგილობრივები ამბობენ, რომ სასტიკი ანგარიშწორების შესახებ დაახლოებით გამთენიისას გაიგეს, იციან, რომ დაახლოებით 3 საათზე ყვარლის ცენტრში მოხდა ხელჩართული ჩხუბი, იყო ქვების სროლაც და იციან, რომ ამ დროისთვის ძალიან მძიმეა დაპირისპირებული მხარეების ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩხუბი მოხდაო და ციხეთანო სადღაც ილიაობის დღეზეო, ხო? აი სტადიონია კი აქვე ახლო. ბატონი ლევანი უცემიათ. არ ვიცი დილას გავიგე და რა მოხდა, რა არაფერი არ ვიცი. რა გაიგეთ რა მოხდა? ხო რაღაცა ჩაარტყეს კაც. არაფერი არ ვიცი. რა გაიგეთ რა მოხდა? უცემიათო, ხო? ვიცი, რაღაცა მოხდა. აქ სადღაც სახლთან ახლოს მოხდა. მაგრამ გაიგეთ და ცემოთ? აი ციხე გავა. ხო. აი მაგისენი. და ქვების სროლა იყო, ჩასაფრება, რაღაც ფიზიკური ანგარიშწორება. ვუიანობდა საფრთხე. დაახლოებით რა დროს მოხდა? ქვა ჩაუტყავთ ცხვირში. აი მეზობელია, მაგრამ იმიტომ კი არ ვიცოდი მეზობელია. ნამდვილად კარგი ადამიანი და არ შეეშიო. თანამდებობების გადანაწილების ამბავი იყო საკრებულოს თავმჯდომარესთანო. გივიც ნაცემი ყოფილა. გივიზეთ გაიგეთ ხო ნაცემი რო? კბილები 5 კბილი ქონია დამტვრეულია. ხოლმე იცით რომ ნაცემი გამოძიება დაწყებული არის, არ არის გუნდოვანია ამ დროს. არაფერი არ გაიგე. უჩხუბიათო? დეპუტატი არის ჩვენი და მერის მოადგილეა, ხო? ხო. სამსახურში არა, სახლშია, ხო? ალბათ. ცემესო, ხო? ხო, რა ვიცი, მე კი არაფერი არ ვიცი. და საკრებულოს თავმჯდომარე მცემაო, ხო? არ ვიცი, აი ესე გაკურით მისავქენი. თქვენც გაკვრით გაიგეს? ხო. შეიძლება წასულები არიან. სად წავიდოდა? ვიცი, გასულები იქნებიან ალბათ სამსახურში. გამიჯობა. გამიჯობა. იცით რა მაინტერესებს? ეს თქვენი მეზობელი ლევანი მერიაში მუშაობს, ხო? კი, არ ვიცი. კი, მან გამუშავებს კი მერიაში. არ ვიცი, არაფერი არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი რა მოხდა. სამსახურში იქნებიან ალბათ. ყვარლის მერის მოადგილეს ლევან გელაძეს ჩვენ სამსახურში მივაკითხეთ. სამსახურში თანამშრომლების ნაწილი სრულ მდუმარებაშია, არაფერს ამბობენ სასტიკი ანგარიშწორების შესახებ. ნაწილი მათგანი კი ცდილობს რომ საზოგადოებას დააჯეროს თითქოს დღეს. სასტიკად ნაცემი ლევან გელაძე სამსახურში მივიდა. მერის თანამშრომლები ამბობენ რომ გელაძე სამსახურში მივიდა და მერთან ერთად ახლა ყვარელში გეგმიურ სამუშაოებს ეცნობა, თუმცა თანამშრომლები ვერ იხსენებენ რომელ ადგილზე წავიდა მერის მოადგილე მერთან ერთად სამუშაოების დასათვალიერებლად. ბატონი ილიასთან ვართ და იმყოფება სამსახურში ბატონი მერი თუ არ მოსულა? ისიც იღებდა დაპირისპირებაში მონაწილეობას? მერის მოადგილე მოვიდა სამსახურში? როდის ნახეთ ბატონი ლევანი სამსახურში ბოლოს? ცხვირი ქონია ქვით გატეხილი. ბატონი ილია მოვიდა სამსახურში? ისიც იღებდა მონაწილეობას ამ გაშვალების ღონისძიებაში თუ არ ყოფილა ადგილზე? თქვენ რა თანამდებობაზე მუშაობთ? კი არის დაყოფილება. ბატონი ლევანი დღეს სამსახურში მოვიდა? კი, გასულები არიან ხელმძღვანელები სოფელში. აი რომელ სოფელში არიან მაგალითად? ახლა კონკრეტულად ვერ გეტყვი. ვერ გაიხსენებთ? აი, ვერ გავიხსენებ, არა. რამდენიმე სოფელში უნდა გასული. ვისთან ერთად წავიდა ბატონი ლევანი? ვისთან ერთად? დიახ. ხელმძღვანელებთან.
მაგალითად? ერთად. მერის მოადგილე? მერთან ერთად გავიდა? მალე დაბრუნდება? ვერ გეტყვი. მერის მოადგილეს ბატონ ლევანსა და საკრებულოს თავმჯდომარეს შორის რა დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი? ბატონ ლილიაც ადგილზე იმყოფებოდა? ვერ გეტყვი. მერი. ამ გაშუალების ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობა? ზარასმენიას დავსინკრონიზე. შეგიძლიათ დაურეკოთ ბატონ მერის მოადგილეს კითხოთ, როდის დაბრუნდებიან, ან ფოტომასალას ხომ არ გაავრცელებთ, ხომ არ მოგვაწვდით, რომ ნახოთ, რომელი სოფელი დაათვალიერეს. იგი დავდოთ. როცა მორჩებია. ხის ბოლოს? როცა მორჩებია. როცა დღეს არ მორჩებიან? არა, როგორ არ მორჩებია? ანუ დღეს უნდა დაველოდოთ ამ ფოტომასალას. ჩვენი ინფორმაციით ბატონ ლევანს ქვით აქვს ცხვირი გატეხილი და ასე გავიდა მოსახლეობასთან. ნახეთ თქვენ დღეს ბატონ ლევანის სამსახურში. მე პირადად არ ვიცი. ვინ ნახა? ვერ გეტყვით. მერის მოადგილე იყო დღეს სამსახურში. აკი გრძალეს თანამშრომლობს რომ ამ საკითხზე ისაუბროთ. ბატონ ლევანთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, სახეზულები ქონია დამტროული? არ ვიცი, ვაფშე არ გამიგია საერთოდ. ხო ჩაურტყამთ ცხვირში? არ ვიცი. გაიგეთ ეს შემზარავი ამბავი, არ გაგიგიათ? ნახეთ ბატონ ლევანის სამსახურში დღეს? არ ვიცი. ლევან გელაძე ამ დრომდე გაუჩინარებულია პირველების ინფორმაციით ის უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება ჩვენი ინფორმაციით ლევან გელაძის მეუღლე მარიამ შეყელაძე ქართული ოცნების კომისიის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ახლა მთავარი კითხვაა დაიწყებს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას ქართული ოცნების ჩინოვნიკები ყვარლის ცენტრში ერთმანეთს სასტიკად გაუსწორდნენ თუმცა საჯარო ინფორმაციის საფუძველზეც კი ჯერჯერობით გელაძის უწყებას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება არ დაუწყია ამ დრომდე საზოგადოებისთვის მათ ყოველ შემთხვევაში არ მიუწოდებიათ გამოძიებასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია.